დღეს ჩვენ გადავიღებთ მეორე მარშრუტის სრულ ვერსიას და იყავით ყურადღებით. როგორც სხვა საგამოცდო მონაკვეთებიდან გამოვდივართ მარჯვენა მხრიდან, სადაც საგამოცდო მანქანებია, ვაკეთებთ ხარზე გახედვას მარცხნივ. რო დავწმუნდებით, რომ მარცხენა ზოლიდან არ მოდის არავინ, მე ვაგრძელებთ ხოლმე უკვე მოძრაობას. თავთ მარცხენა ციმციმას როგორც კი ვიწყებთ მოძრაობას, გამოვდივართ ჩვეულებრივ მარცხენა ციმციმი და ლურჯი ნიშანთან როგორც კი ჩავყავთ მანქანის წყვილს, გადავგოთ ხოლმე მარჯვენაზე. იქით მარჯვენა მხარეს გვაქვს ავტობუსის ზოლი, იქ ჩასვლის უფლება არ გვაქვს ჩვენ. როგორც კი გავაკეთებთ მოხოვას და გასწორდება მანქანა, თვითონვე გაითიშება ხოლმე ციმციმა. რახან განიერი გზა არის ამ მონაკვეთში მანქანები მოძრაობენ ხოლმე ორ ზოლად. თუ მარჯვენა მხარეს გვექნება დაბრკოლებები, ვიმოძრავებთ მარცხენა ხაზთან ახლოს, თუ მარჯვენა თავისუფალი იქნება, ვივით ხოლმე ჩვეულებრივად მარჯვენა მხარეს. მაქსიმალური შეზღუდვა ამ გზაზე გვაქვს 50, ეცადეთ იმოძრავოთ ხოლმე დაახლოებით 40 სიჩქარით. 500 მეტრში მოვუხვი მარჯვნივ, ჯერჯერობით არაფერი აგირებას არ ვაკეთებთ, მივუყვებით ჩვეულებრივად პირდაპირ გზას. გაჩერებულ მანქანებს უნდა ჩავუვაროთ ხოლმე 1-2 მეტრის მოშორებით, რომ კარის გამოსაღების სივრცე ქონდეს ხოლმე ყოველთვის მანქანას დარჩენილი. 300 მეტრში მოვუხვი მარჯვნივ. უკვე ვიწყებთ ფიქს იმაზე, რომ გადავიდეთ მარჯვენა ზოლში, ვიხედებით მარჯვნივ სარკეში, ვრთავთ ციმციმას, გადმოდივართ მარჯვენა ზოლში. როგორც კი ჩავდგებით მარჯვენა ზოლში, მაშინ ვთიშავთ ხოლმე ციმციმას. მალე მოძრაობას რო დაგვიდახებთ, შემდეგ ისევ ჩავთავთ ხოლმე მარჯვენა მოხოვის მაჩვენებელს. სანამ არ დავწმუნდებით, რომ მარჯვენა ზოლი თავისუფალია, იქამდე ჩვენ მარჯვნივ გადმოსვას აზრი არ აქვს ხოლმე. ამ მონაკვეთში როგორც კი ჩამოვართ კომპიუტერის შემდეგი ნიშნება უკვე არის, რომ მალე მოვუხვი მარჯვნივ, ვრთავთ მარჯვენა მაჩვენებელს, გვაქვს დათმობის ნიშანი. ნელ-ნელა ვანილებთ ამ მონაკვეთში მანქანას, თავარია რომ ეს მარჯვენა მხარეს უწყვეტ ხაზი არ გადავკვეთოთ ხოლმე. ვაკეთებთ ხარზე გახედვას ერთხელ მარცხნივ, შემოვდივართ უწყვეტ ხაზებს შორის და ვიხედებით ისევ ხარზე მარცხნივ. იქიდან ამ ზოლში რომ შემოვიდეს მანქანა, იმის საშუალება არ არის, იმიტომ რომ იქიდან ამ ზოლში შემოსვლის უფლებას არ აძლევს. ეს არის უკვე ამჩქარებელი ზოლი. ვრთავთ მარცხენა ციმციმას, ვაკეთებთ ხარზე გახედვას, ვიხედებით სარკეში, ვუმატებთ ნელ-ნელა სიჩქარეს და როგორც კი გვექნება საშუალება რომ შევუერთდეთ 70-იან ზოლს, გადავდივართ ხოლმე მარცხენა ზოლში. ამ გზაზე გვაქვს 70 შეზღუდვა და როგორც კი 4-ვე საბურავი ჩავდგებით ზოლში, მაშინვე თვიშავთ ხოლმე ციმციმებს. 70-იანი გზა არის, გასწრების უფლება არ აქვს. არავის ჩვეულებრივად მივუყვებით ზოლს. თუ ჩვენ წინ მიმავალი მანქანა ძალიან დაბალი სიჩქარით მოძრაობს, ჩვენც იგივე ტემპით მივუყვებით ხოლმე გზას. გასწრების უფლება გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ წინ მიმავალი მანქანა ჩართული იქნება ავარიულები. დანარჩენ შემთხვევებში იმ მანქანაზე არიდებას არ ვაკეთებთ ჩვენ. 70 არის ამ გზაზე თავიდან ბოლომდე შეზღუდვა. ვიმოძრავოთ ხოლმე დაახლოებით 60-65-ით, ანუ მაქსიმალური დაშვება რაც გვაქვს, იმაზე 5-10-ით ნაკლებით ვიმოძრავოთ ხოლმე ყოველთვის. 300 მეტრში მოვუხვი მარცხნივ. ერთზოლიან გზაზე ვართ, ამიტომ არაფერი აგირებას არ ვაკეთებთ, არაფერ ჯერჯერობით, ჩვეულებრივად პირდაპირ მივუყვებით გზას. იქამდე სანამ მალე მოხოვას არ გვეტყვის ხოლმე კომპიუტერი. ამ მონაკვეთში ჩადის მხოლოდ მეორე და მეოთხე მარშრუტი. მალე მოვუხვი მარცხნივ, დანარჩენი ყველა მარშრუტი გადის უკვე თბილისის ქუჩიდან. ნელ-ნელა ვანილებთ მანქანას, მივდივართ მარცხენა ხაზთან ახლოს, ვანილებთ და ხაზები სადაც არ ეტყობა. თუ წინიდან ვინმე მოდის, ვაჩერებთ, ველოდებით, თუ არ მოდის არავინ, ვაკეთებთ ხოლმე მოხოვას. ვაკეთებთ მოხოვასთან ერთად ვიხედებით ხარზე მარცხნივ, ჩვენს უკან ყოფა მანქანა არ ჩაგვიჭრას ხოლმე წინ. ჩამოდივართ პირდაპირ მარცხენა ზოლში. ერთი ზოლი ქვევიდან ამოდის, ორი ზოლი აქედან ჩადის. და ამ გზაზე გვაქვს მხოლოდ 40 შეზღუდვა. დანარჩენ ადგილებში ნებისმიერ ადგილას შეზღუდვა არის 50. ამ მონაკვეთში რო ჩამოვართ, უკვე ვიწყებთ ჩვენ ფიქს იმაზე, რომ გადავიდეთ ხოლმე მარჯვენა მხარეს. რო გავიხედებით მარჯვენა, ხედავთ რომ მარჯვენა ზოლში დაბრკოლებები არის, ვრჩევით ამ ზოლში, აქედან ვაგრძელებთ ხოლმე ჩვეულებრივად მოძრაობას. თუ მარჯვენა ზოლი თავისუფალი გაქვს, მაგ შემთხვევაში ვიწყებთ ხოლმე მარჯვენა გადასვლაზე ფიქს. ვიხედებით სარკეში, ვრთავთ ციმციმას, გადმოვდივართ მარჯვენა ზოლში. გავთიშავთ ციმციმას და გავუყვებით ჩვეულებრივად გზას. ამ ქუჩაზე ხშირად არის ზებრები, სადაც დახაზული არ არის კარგად, მაგრამ მარჯვენა მხარეს ნიშნებით დგას ხოლმე. ყველა ვარიანტში აკონტროლოთ ხოლმე მარჯვენა მხარეს ნიშნები, რომ ნიშნის მიხედვით გავაკეთოთ ყოველთვის მოძრაობები. დაღმართი არის, ამიტომ ძალიან სწრაფად იკრიფება სიჩქარე, იყავით ხოლმე ძალიან ყურადღებით, მთავარ გზაზე ჩვენ ვართ. როცა მთავარ გზის ნიშანი გვაქვს, ჩვენი ნებით არ უთმობთ ხოლმე არავის. აუცილებლად გავიხედებით, გამოვიხედებით გზა ჯვარედიზე ორივე მხარეს და მერე ისევ ვაგრძელებთ ხოლმე მოძრაობას. 500 მეტრში წრიული მოძრაობა მარჯვნივ. მარჯვენა ზოლში ვართ, ამიტომ ჯერჯერობით არ ვაკეთებთ არაფერს. ვანილებთ ამ ადგილას, რომ ცუდად გადასასვლელი კანაო არის. ამ ადგილას კომპიუტერი წერს ხოლმე სუბუქშეს, ნომას ესეთი ადგილები სადაც იქნება, ყოველთვის ეცადეთ რომ შეანელოთ რბილად გადაიყვანოთ ხოლმე მანქანა. 300 მეტრში წრიული მოძრაობა მარჯვნივ, ისევ ზებრის ნიშანი მაქვს, ამიტომ ვანელებოდნავ, ვიხედები მარცხნივაც, მარჯვნივაც არ მოდის არავინ, ვაგრძელებთ ისევ ჩვეულებრივად გზას. მარჯვენა ზოლი ჯერჯერობით თავისუფალი, ამიტომ მივუყვებით ჩვენ ამ ზოლს.
დავხედავთ წინ რომ გვაქვს დაბრკოლებები, ვიხედებით სარკეში, ვიხედებით ხარზეც, ვთავთ ციმციმას და როგორც კი გვექნება საშუალება, უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, ჩვენ რომ გადავიდეთ მარცხენა ზოლში. აი ამ დაბრკოლებების უკან რამდენი ხანიც არ უნდა მოგვიწიოს გაჩერება, უნდა დაველოდოთ ხოლმე, გავაჩეროთ შეულებრივად და რო დავწმუნდებით, რომ მარცხენა ზოლი გვაქვს თავისუფალი, შემდეგ გადმოვიდეთ ხოლმე მარცხნივ. მალე წრიული მოძრაობა მარჯვნივ, ვთავთ ისე ციმციმას და პირველი დაბრკოლება რაც იქნება, ანუ პირველი მანქანა, როგორც კი მაგ მანქანებს გავწდებით, ეგრევე ვიწყებთ ფიქს იმაზე, რომ გადავიდეთ მარჯვენა ზოლში. ვიხედებით სარკეში, წევთ საჭეს ნელ-ნელა მარჯვნივ, თუ უწყვეტი ხაზის გადაკვეთა მოგვიწევს, ესე დროს ვიძახით, რომ იძულებით გვიწევს უწყვეტი ხაზის გადაკვეთა. ამ ადგილასაც გვაქვს ისევ ზებრა, გავიხედებით, გამოვიხედებით, მარცხენა მხრიდან გადმოდიან, ამიტომ ველოდებით. როგორც კი დავწმუნდებით, რომ ორივე ზოლი თავისუფალია, მაგ შემთხვევაში გავაკეთებთ ხოლმე მოძრაობას. როცა ესე გაჩერებული მანქანა მხედველობას გვიფარავს, იმაზე გაყოლისუფლება არ გვაქვს. ჩვენ თვითონ დავწმუნდებით, რომ არ მოდის არავინ და ვაგრძელებთ ხოლმე ჩვენ გზას. წრიული მოძრაობა მარჯვნივ იგივე რაც მოხდება მარჯვნივ, შემოდივართ ჩვეულებრივად მარჯვენა მხარეს, მივდივართ სამკუთხედებთან, ოდნავ ვანელებთ მანქანას, ვთავთ მარცხენა ციმციმას, ვაკეთებთ ხარზე გახედვას მარცხნივ, რომ დავწმუნდებით, რომ მარცხენა ზოლიდან არ მოდის არავინ, მერე გავაგრძელებთ ხოლმე მოძრაობას. მარცხენა მოდის სამი ზოლი. თუ ჩვენ ზოლში, ანუ მარჯვენა ზოლში მოდის ვინმე, ვაჩერებთ ველოდებით, თუ ჩვენ ზოლში არ მოდის არავინ, გავუჩერებთ, ვაგრძელებთ ხოლმე მოძრაობას. როგორც კი ჩავდგებით კარგად ზოლში, ეგრევე ვთიშავთ ხოლმე ციმციმას. მოხოვას გავაკეთებთ, თორე ამ ადგილას ეგრევე გვაქვს ზებრა ყურადღებით იყავით ხოლმე ამ ადგილას ძალიან ბევრი ხალხი გადადის. გავიხედებით, გამოვიხედებით ორივე მხარეს, რომ დავწმუნდებით, რომ არ მოდის არავინ, გავაგრძელებთ ხოლმე მოძრაობას. ზებრას გავწვდებით თუ არა, შემოდივართ უკვე სამზოლიან გზას და ვიწყებთ ფიქს იმაზე, რომ გადავიდეთ მარცხენა ზოლში. ვიხედებით სარკეში, ვიხედებით ხარზე წამიერად და ციმციმასთან ერთად გადმოვდივართ შუა ზოლში. როგორც კი ჩავდგებით ზოლში, ეგრევე ვთიშავთ ხოლმე ციმციმას. ამ მარშრუტის მთავარი სირთულე რომ ხდება ძალიან ბევრი ზებრა. ყველა ზებრაზე ვანილებთ, ვიხედებით მარცხნივაც, მარჯვნივაც და ვაგრძელებთ ხოლმე ისევ მოძრაობას. სამზოლიან გზაზე მოძრაობთ ხოლმე ყოველთვის შუა ზოლში. ამიტომ ეხლა მივუყვებით ჩვეულებრივად შუა ზოლს. ორზოლიან გზაზე უკეთესი არის ხოლმე ვიმოძრაოთ მარჯვნივ. თუ მარჯვნივ დაბრკოლებები გვაქვს, მაგ შემთხვევაში მოძრაობთ ხოლმე მარცხენა მხარეს. ყოველთვის განსაზღვროთ ხოლმე წინასწარ რა ხდება შუქნიშანზე, რომ დაინახოთ, რომ წითელი არის, ან მწვანეა და ცოტა წამებია დარჩენილი და რაღაც ყოველთვის დაიწყეთ ხოლმე ნელ-ნელა შენელება, რომ ეს კი დამუხუჭება და რამე არ მოგვიწვიოს. დეკ ხაზი როგორც კი დაიფარება მანქანის ხვით, მაშინვე ვაჩერებთ ხოლმე მანქანას. ციმციმა მწვანეზე, ყვითელზე გასulis უფლება არ გვაქვს ჩვენ. შუქნიშანზე როცა მწვანე გვაქვს, ზებრა და ქვეითი არ გვაინტერესებს, ანუ შუქნიშანი გვიუქმებს ქვეითის შესრულებას, დანარჩენ შემთხვევებში ქვეითები არიან ყოველთვის უპირატესი. ამ მწვანეზე ქვეითს უთმობთ იმ შემთხვევაში, თუ უკვე ჩვენი მანქანის სივრცეშია შემოსული და იძულებული ვართ, რომ გავჩერდეთ. ველოდებით აინთო მწვანე და ვაგრძელებთ მოძრაობას. მეორე და მეოთხე მარშრუტი ჩამოდის მარტო ესი. დანარჩენი არც ერთი მონაკვეთი ამ მარშრუტს არ გაივლის. 50 გვაქვს მაქსიმალური შესაძლებლობა, ქალაქში ყოველთვის უკეთესია იმოძრავოთ ხოლმე დაახლოებით 40-მდე. 40 არის იდეალური სიჩქარე. როცა ზებრა ესე კონსტრუქციით არის გამოყოფილი, ანუ შუაში რკინის მოაჯირი, ვთქვათ, ბარდიული, ასეთი რაღაცეები თუ არის, მეორე მხრის ბოლოდან წამოსვლელი ჩვენ არ გვაინტერესებს. ოდნავ ვანილებთ მანქანას, ვიხედებით ორივე მხარეს, აი იქით ბოლოდან წამოსვლელები ჩვენ ახლა არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ კონსტრუქციულად გამოყოფილი ზებრა გვაქვს. ეხლა ვართ სამზოლიან გზაზე შუაში. გადავდივართ ორზოლიან გზაზე და ვაგრძელებთ პირდაპირ მარჯვენა ზოლში მოძრაობას. ანუ სამზოლიანის შუიდან ყველა ვარიანტ შევდივართ ხოლმე ორზოლიანის მარჯვენა მხარეს. მარჯვენა მხრიდან წამოსვლელი ხშირად მარშრუტკები არიან ხოლმე და შეიძლება ჩაგვიჭრან წინ, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ ხოლმე, რომ სიფრთხილე გამოიჩინეთ ძალიან ამ ადგილას. რახან აქ ზებრა გვაქვს, გზაჯვარედინი გვაქვს და ვემორჩილებით ჩუქნიშანს. ისევ გვიჭრის მარჯვენა ზოლიდან წამოსვლელი, ამიტომ მეტად გამოიჩინეთ ხოლმე ყურადღება. ამ მონაკვეთში გვიწევს ხოლმე იძულებით მარცხნივ გადასვლა. ვიხედებით ხარზეც, სარკეშიც და გადავდივართ მარცხნივ. ესე დროს მოგიწევთ ხოლმე ყველა ვარიანტში მარცხნივ შემოსვლა, აქ მარჯვენა მხარეს არის ხოლმე სულ დაბრკოლებები. შუა ზოლი პირდაპირ მარჯვნივ გაგრძელების უფლებას გვაძლევს, ანუ შევად ჯერ მარჯვენა ზოლში და შემდეგ უკვე დავიწყებთ ფიქს იმაზე, რომ გადმოვიდეთ ხოლმე მარცხენა მხარეს, იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს აქ არის ხოლმე სულ დაბრკოლებები. ისე ვანელები, ვიხედებით ორივე მხარეს და ვაგრძელებთ ისევ მოძრაობას. ერთხელ რო გადმოვალთ მარცხნივ, შემდეგ უკვე ვაგრძელებთ ხოლმე მარცხენა ზოლიდან ჩვეულებრივად მოძრაობას. შემაღლებული გადასასვლელი გვაქვს, შემაღლებულ გადასასვლელზეც როგორც ბუგაროგზე გადავდივართ მაქსიმუმ 20 სიჩქარით. ნელ-ნელა ვანილებთ ისევ მანქანას, ვიხედებით ორივე მხარეს. არ მოდის არავინ, გავუშვებთ ტონუს ფეხს, რომ თავისი ინერციით გადაგვერდეს მანქანა და 4-ვე საბურავი როგორც კი გადავა, დავიწყებთ ხოლმე შემდეგ ისევ ნელ-ნელა მომატებას.
სამგაროზე და შემაღლებულ გადასასვლელზე გადავდივართ ხოლმე მაქსიმუმ 20 და გადავდივართ ტორმოზის გარეშე, ანუ იქამდე ვანილებთ, შემდეგ გავუშვებთ მუხლუց ფეხს, გადაგვარდება მანქანა და მერე მივცემთ ხოლმე ისევ აჩქარებას. გაჩერებულ მანქანას ყოველთვის გავუჩერდით ხოლმე დაახლოებით 2-3 მეტრის მოშორებით, რომ ჩვენ წინ გაჩერებული მანქანის უკანა საბუროს ხედავდეთ. მწვანე გვაქვს, ამიტომ ზებრა არ გვაინტერესებს, არც აქ და არც აი ეს ზებრა არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ გვაქვს გზაჯვარედინი და გზაჯვარედინზე ყოველთვის ერთი და იგივე შუქრიშანს ემორჩილება ეგ ზებრები. ნელ-ნელა ვანილებთ, ქვეითები გადადიან წინ. ამ ადგილას ხილვადობა არის ხოლმე შედარებით ნაკლები. მარცხენა მხარეს რკინის მოაჯირები არის და ყურადღებით იყავით ხოლმე, რომ იქით მარცხენა მხრიდან ვიღაც არ გადმოდიოდა შემთხვევით ჩვენთან ახლოს არ იყოს ხოლმე. ნელ-ნელა ვანილებთ მანქანას, გაჩერებულ მანქანას უჩერდებით 2-3 მეტრის მოშორებით. ეხლა ვართ ორზოლიან გზაზე მარცხნივ, გადავდივართ სამზოლიან გზაზე და ვაგრძელებთ ისევ მარცხენა ზოლში მოძრაობას. ანუ ორზოლიანიდან სამიანში გადავართ თუ სამიანიდან ორიანში მნიშვნელობა არ აქვს. მარცხენა აგრძელებს ყოველთვის მარცხენა ზოლში მოძრაობას. მარჯვენა და შუა ზოლი მონაცვლეობას აკეთებს ხოლმე ერთმანეთში. წიმციმა მწვანეზე ყვითელზე არ გავდივართ ხოლმე არც ერთ შემთხვევაში. ანუ სხვა მანქანებს არ მიაქციოთ ხოლმე ინსტინქტურად ყურადღება, არ გავყვეთ ხოლმე შემთხვევით. დაიძვრება ეს მანქანა და გავუყვებით შემდეგ ჩვენ გზას. ვიყავით მარცხნივ, ცოტა შორიდან ვაკეთებთ აქ შემოსვლას, რომ პირდაპირ მარცხენა ზოლში გავაგრძელოთ ისევ მოძრაობა. ეს მონაკვეთი ხდება მოკლე სამზოლიანი, აქ შუაში თუ არ გადავალთ, გვეწერება მსუბუქი შეცდომა, მაგრამ უკეთესია დავრჩეთ ხოლმე მარცხენა ზოლში. ისე ვანელებთ ზებრაზე, გავიხედებით, გამოვიხედებით, ქვეითებით განან, ამიტომ ვაჩერებთ ველოდებით. 300 მეტრში წრიული მოძრაობა მარცხნივ და ისევ მარცხნივ. როგორც კი გადასდება ქვეითი 2-3 ნაბიჯი ჩვენი მანქანის სივრცეს, უკვე ვაგრძელებთ ხოლმე ჩვენ გზას. ისე ვანელებთ ოდნავ, გავიხედებით, გამოვიხედებით ორივე მხარეს და გავაგრძელებთ მოძრაობას. მალე წრიული მოძრაობა მარცხნივ და ისევ მარცხნივ. ვრთავთ წიმციმას, მარცხნივ და მარცხნივ ნიშნავს, რომ ვაკეთებთ სრულ ბრუნვას. შემოვდივართ უკიდურეს მარცხენა ზოლში, ანუ პირველივე ზოლში. გვაქვს შემდეგ უკვე დათმობა, ვანელებთ აქ მანქანას, ვიხედებით მარჯვნივ. თუ ჩვენ ზოლში მოდის ვინმე ველოდებით, თუ ჩვენ ზოლში არ მოდის არავინ, ვაგრძელებთ ხოლმე ჩვეულებრივად მოძრაობას პირდაპირ მარცხენა ზოლიდან. აქაც თავარ გზაზე უკვე ჩვენ ვართ. რომელი ზოლიდანაც ვაკეთებთ მოძრაობას, ვაგრძელებთ ხოლმე ისევ იგივე ზოლში. ყველა ზებრაზე შევანელებთ, გავიხედებით, გამოვიხედებით. ეს გზაც, როგორც მოპირდაპირე მხარეს არის სამზოლიანი, აქაც იგივე პრინციპი არის, თუ შუაში არ გადავალთ, გვეწერება მსუბუქი შეცდომა, მაგრამ გვირჩევნია, რომ აქაც ისევ დავრჩეთ ხოლმე მარცხენა ზოლში. ეხლა ვართ სამზოლიან გზაზე მარცხნივ, გადავდივართ ორზოლიან გზაზე და უკეთესია გავაგრძელოთ ხოლმე უკიდურეს მარცხენა ზოლში მოძრაობას. ანუ სამზოლიანიდან როდესაც ვართ მარცხნივ და გადავდივართ ორზოლიან გზაზე, ყველა ვარიანტში ვაგრძელებთ ხოლმე ისევ მარცხნივ მოძრაობას. შუა ზოლი გვაძლევს ხოლმე პირდაპირ მარჯვნივ გაგრძელების უფლებას. შუქნიშნებზე იყავით ხოლმე ძალიან ყურადღებით, რომ დაინახავთ წინასწარ ცოტა წამებია დარჩენილი. ყოველთვის ჯობია, რომ ნელ-ნელა შეანერგოთ ხოლმე მანქანა, რომ უკან მომავალსაც უკვე ნიშანი მივცეთ, რომ ვაპირებთ ჩვენ გაჩერებას. აით მწვანე ვაგრძელებთ ჩვეულებრივად მოძრაობას, შევდივართ პირდაპირ მარცხენა ზოლში, მარცხნივ ვიყავით, ვაგრძელებთ ისევ მარცხენა ზოლიდან. ყველა ზებრაზე ისევ ვანელებთ მანქანას, ვიხედებით ორივე მხარეს, შემდეგ ისევ ვაგრძელებთ ხოლმე მოძრაობას. ვართ სამზოლიან გზაზე, გადავდივართ ორზოლიან გზაზე, ამიტომ ვაგრძელებთ ისევ მარცხენაში. ანუ ორზოლიანის მარცხენა აგრძელებს სამზოლიანის მარცხენაში. მარცხენა შუაში გადავალთ, ორზოლიანი და სამზოლიანში გადავალთ, სამიანიდან ორიანში მნიშვნელობა არ აქვს. მარცხენა ზოლი ყველა ვარიანტში აგრძელებს ხოლმე ისევ მარცხენა მოძრაობას. ჯერჯერობით აქ მარჯვენა მოძრაობას აზრი არა აქვს, იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს არის ავტობუსის გაჩერებების საპარკინგო სიმცები და მარჯვენა მხარეს დღის განმავლობაში შეიძლება ძალიან ბევრი მანქანა დაგვრება დაგვხვდეს ხოლმე. ჩებით ამ ზოლში და აქედან ვაგრძელებთ ჩვეულებრივად ჩვენ გზას. ყველა ზებრაზე იყავით ხოლმე ყურადღებით, რომ ძალიან ბევრი ხალხი შეიძლება დაგვემთხვეს. აუცილებლად ორივე მხარეს გავიხედოთ ხოლმე. შეიძლება შორიდან ხედავდეთ, რომ არ მოდის არავინ, მაგრამ ყველა ზებრაზე შენელება, გახედვა, გამოხედვა არის აუცილებელი. რაც რომ მეც ვილაპარაკებთ გამოწაზე, კიდევ უფრო უკეთეს, ანუ რა მოძრაობას რატო ვაკეთებ, ყოველთვის ეცადეთ გაახმოვნოთ ხოლმე, რომ გამოსვლასაც მოასმენიათ თქვენი ფიქრები, რასაც ფიქრობთ. მწვანე გვაქვს, ამიტომ ვაგრძელებთ ისევ ჩვეულებრივად გზას. ნახა მწვანე გვაქვს, ზებრა ქვეითი არ გვაინტერესებს ამ შემთხვევაში ჩვენ არაფერი. როგორც სხვა დასახლებულ პუნქტებში, აქაც მაქსიმალური შეზღუდვა არის 50. როცა ეს გადატვირთულია მოძრაობა, ჩვენ სიძულებული ვართ, რომ შედარებით დაბალი სიჩქარით გავაგრძელოთ ხოლმე მოძრაობა. მივუყვებით მთავარია დისტანციით მანქანას, რომ თქვა და ის მანქანა
გაფუშდეს და რაღაც გვერდის სასავლელი სივრცე ყოველთვის დაიტოვებთ ხოლმე 2-3 მეტრის მოშორებით უჩერდებით ხოლმე ყოველთვის მანქანას. როცა ეს მანქანა გაჩერებულია, ჩვენ ოდნავ მიგორების უფლებაც არ გვაქვს. თუ ის მანქანა აკეთებს მოძრაობა, ჩვენ შეგვიძლია ოდნავ აგორავთ ხოლმე მანქანა, მაგრამ თუ ის გაჩერებულია, ჩვენს მანქანა ყველა ვარიანტში უნდა ყავდეს გაჩერებული. ეხლა გვაქვს შემაღლებული გადასასვლელი. აი ამ შემაღლებულ გადასასვლელს როგორც კი გადავწევით, მე უკვე ვიწყებთ ხოლმე ჩვენ ფიქს იმაზე, რომ გადავიდეთ მარჯვენა ზოლში. ზებრა გვაქვს, ვანერებთ მანქანას, ვიხედებით მარცხენა მხრიდან შეიძლება გადმოვიდნენ, ამიტომ ვაჩერებთ ველოდებით. რო დავინახავთ, რომ ქვეითით დგას ზებრაზე ან მოდის ზებრისკენ, მანქანას 2-3 წამ ყველა ვარიანტში ვაჩერებთ ველოდებით ხოლმე. ერთ კვეთს რო გადავატარებთ, ისე ორივე მხარეს კარგად ვიხედებით, რომ მეორე მხრიდან არ გადმოდიოდეს შემთხვევით ვინმე. აღარ მოდის არავინ, ვაგრძელებთ მოძრაობას. გადავწდით შემაღლებულ გადასასვლელს, ვიხედებით სარკეში, ვიხედებით ხარზეც, ვრთავთ ციმციმას და როგორც კი გვექნება საშუალება, გადმოვდივართ მარჯვენა ზოლში. აკითხავს უკვე გაჩერებები აღარ არის, პლუს საპარკინგო სივრცეც აღარ არის. ამიტომ უკეთესია რომ შემაღლებული გადასასვლელიც მერე შევიცვალოთ ხოლმე ზოლი და გადმოვხვიდეთ ხოლმე მარჯვენა ზოლიდან გავაგრძელოთ შემდეგ მოძრაობა. ისევ ზებრა გვაქვს, ვანელებთ, ვიხედებით ისევ ორივე მხარეს. არ მოდის არავინ, ვაგრძელებთ ისევ მოძრაობას. ეხლა ვართ ჩვენ ორზოლიან გზაზე მარჯვენა ზოლში და დავდივართ სამზოლიან გზაზე. ორზოლიანის მარჯვენა ყველა ვარიანტში გვაგრძელებინებს სამზოლიანის შუაში მოძრაობას. ანუ მარჯვენა და შუა ზოლი მონაცვლეობას აკეთებს ყოველთვის ერთმანეთში. რო ყოფილიყავით მარცხენა ზოლში, უნდა გავაგრძელებინა მოძრაობა ისევ მარცხენა, შემდეგ უნდა დაგვეწყო ფიქრი იმაზე, რომ გადავსულიყავით შუაში, რადგან სამზოლიან გზაზე ყოველთვის უნდა ვიყოთ ხოლმე შუა ზოლში ჩვენ. წამები შეცოცხლდა უკვე, ამიტომ ნელ-ნელა ვანელებთ მანქანას, ვაჩერებთ და ველოდებით. მოსწრებაზე არ გააკეთხული არასდროს არაფერი. თუ არის საშუალება, რომ შეიძლება გავიდეთ, შეიძლება ვერ გავიდეთ, ყველა ვარიანტში ვაჩერებთ ველოდებით. ციმციმა მწვანეზე ყვითელზე გასვლის უფლება არ გვაქვს. მწვანეზეც დაახლოებით 3 წამი რო არ დარჩენილი, უკეთესია მანქანა გააჩეროთ და ველოდოთ ხოლმე. საჯვარედინი გვაქვს ახლა ამ ადგილას. მწვანე როგორც კი აგვენქება, დავიწყებთ მოძრაობას და არც ამ ზებრაზე მყოფი ხალხი დაგვაინტერესებს და არც მოპირდაპირ მხარეს რო ზებრა არის, არც ის. იმიტომ რომ გზაჯვარედინის პრინციპი არის. გზაჯვარედინზე არის ორი ზებრა, ემორჩილება ყოველთვის ერთი და იგივე შუქნიშანს. ვიყავით მარჯვენა ზოლში, გადავდივართ სამზოლიან გზაზე და შევდივართ პირდაპირ შუა ზოლიდან ვაგრძელებთ მოძრაობას. ანუ არც საჭის გადაწევა გვჭირდება, არაფერ რეაგირებას არ ვაკეთებთ, პირდაპირ შემოგვიყვანს მანქანა შუა ზოლში. ნელ-ნელა ისე ვიწყებთ ჩინელებას, რადგან ზებრა არის წინ, გავიხედებით მარცხნივაც, მარჯვნივაც, გავამახვილებთ ყურადღებას, რომ არ გადმოდის არავინ, ვაგრძელებთ მოძრაობას. ყველა ზებრაზე ეცადეთ გაახმოვანოთ ხოლმე ყოველთვის უკეთესია, რომ თქვენთვისაც კაი რომ ჯერ ერთი დაძაბულობას გიხსნით. მერე მეუღლე რომ გამოცდილსაც რო ასმენინებთ, რომ მართლა იცით და რაღაც იმაზეც უკვე შედარებით უკეთესად მოქმედებს ხოლმე თქვენი საუბარი. მოძრაობთ დაახლოებით 40 სიჩქარით, მაქსიმუმ აიყვანეთ ხოლმე 45-მდე. შეიძლება 50-დან მიახლოებულით იმოძრაოთ, მაგრამ არ გადაგიზდეს. მაგრამ ამ დროს რეაგირების გაკეთება არის შედარებით რთული. ან მანქანამ შეიძლება ჩაგვიჭრას წინ ამ ქვეითმა გადაგვირგვინოთ და რეაგირების გაკეთება გაწნევდება. ამიტომ 40 სიჩქარე არის ხოლმე ყოველთვის იდეალური სიჩქარე. უჩერდებით 2-3 მეტრის მოშორებით, რომ ჩვენს წინ გაჩერებული მანქანის უკანა საბურავს ხედავდეთ ყოველთვის. აი თუ მწვანე დაიძრა ჩვენს წინ მყოფი მანქანა და მივუყვებით ჩვეულებრივად ჩვენს ჩვენგზას. მარცხენა მხარეს დამატებული აქვს მოხოვის ნიშნები. ჩვენ რო აქ მარცხენა ზოლში ყოფილიყავთ, პირდაპირ გაგრძელების უფლება შემდეგ უკვე აღარ გვექნებოდა. ამიტომ დაიმახსოვრეთ, რომ სამზოლიან გზაზე ყოველთვის უნდა იმოძრაოთ შუა ზოლში, თუ რამე მინიშნებას არ გაძლევთ ხოლმე კომპიუტერი. 300 წრიული მოძრაობა პირდაპირ, ნელ-ნელა ჯერ ზებრაზე ვანელებთ, ვიხედებით ორივე მხარეს, არ მოდის არავინ, ვაგრძელებთ მოძრაობას. წრიული მოძრაობა პირდაპირ, იგივე რაც გააგრძელე მოძრაობა პირდაპირ. ანუ პირდაპირ აქ გზაწმენდის მივუყვებით იმ გზას. არც ციმციმის ჩართვა გვჭირდება, არც ზოლის შეცვლა არ გვჭირდება, ვართ შუა ზოლში, ვაგრძელებთ ისევ შუა ზოლიდან ჩვეულებრივად მოძრაობას. ზებრა გვაქვს, ეხლა ეს მარშრუტი მხედველობას გვიფარავს. დავწუნდებით, რომ არც ერთი მხრიდან არ მოდის არავინ და მერე გავაგრძელებთ ხოლმე მოძრაობას. ალე წრიული მოძრაობა პირდაპირ. ყველა წრეულზე ზოლები შედის ხოლმე ცოტა შორიდან. გვიწევს ხოლმე საჭის ჯერ ოდნავ მარჯვნივ გადმოწევა და წრის მონაკვეთს გავწდებით თუ არა ოდნავ მარცხნივ უნდა გადავიწვიოთ ისევ რომ იგივე ზოლში შევიდეთ სადაც ვიყავით. ზოგი წრიული გვაქვს დახაზული, ზოგი არ გვაქვს დახაზული, მაგრამ ყველა წრიულს აქვს ერთი და იგივე პრინციპი. აი ამ ზებრაზე იყავით ხოლმე ძალიან ყურადღებით, იმიტომ რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში არის ხოლმე ძალიან ბევრი ხალხი.
სანამ არ დავწუნდებით, რომ ორივე მხარე, ანუ ორივე მხრიდან გადმოსვლელი ქვეითის ზოლი არის თავისუფალი, იქამდე არ მივდივართ. ხედულობას გვიფარავს ეს მანქანები, ველოდებით, აღარ მოდის არავინ, ვაგრძელებთ ჩვეულებრივად მოძრაობას. როცა ეს მანქანას ციმციმა აქვს ჩართული და ჩვენ წინაპირებს შემოსვლას ყოველთვის გამოიჩინეთ ყურადღება, ნელ-ნელა შეანელეთ ხოლმე, რომ ჩადგეს ჩვენ წინ და შემდეგ გააგრძელოთ ხოლმე უკვე თქვენი მოძრაობა. სიფრთხილე გამოიჩინეთ ხოლმე ძალიან. ხედავთ ახლა ისევ წითელი არის წინ, ნელ-ნელა ისევ ვანელებთ მანქანას, რომ ჩვენს უკან მომავალსაც ნიშანი მივუწევთ, რომ შეიძლება მოვიწიოს გაჩერება, რომ ეს გადამოხვეჭება არ მოუწიოს არც იმას და არც ჩვენ. ეს და დისტანციით უჩერდებით ხოლმე ყველა ვარიანტში. ეს მანქანა რო გაჩერებულია, ჩვენი მანქანა უნდა გაჩერდეს ყველა ვარიანტში, ანუ ოდნავ რომ მივგორდე და ისევ გავაჩერო და ისევ დავწერო, მასზე რაღაცეების კეთება გამოსდაზე არ შეიძლება. აჩერებთ ყველა ვარიანტში ელოდებით ხოლმე, დაიძრება თქვენ წინ ყოფილი მანქანა და შემდეგ უკვე ვაგრძელებთ ხოლმე მოძრაობას. 500 მეტრში წრიული მოძრაობა პირდაპირ, 500 მეტრზე არასდროს რეაგირებას არ აკეთებთ არაფერს. აქაც ისევ წითელი ნიშნულები აქვს დამატებული მარცხენა ზოლს, ანუ ეს არის ისევ მოხვევის მაჩვენებელი. ყველა ვარიანტში სამზოლიან გზაზე ვართ ხოლმე შუა ზოლში. 300 მეტრში წრიული მოძრაობა პირდაპირ. წრიული მოძრაობა პირდაპირ ნიშნავდა, რომ მივდივართ პირდაპირ, ანუ არ ვაკეთებთ ხოლმე არაფერს. წრიული მოძრაობა პირდაპირ, იგივე რაც გააგრძელე მოძრაობა პირდაპირ. უბრალოდ წრიულის გარშემო რა ტერიტორიაც არის, ყველაფერი ითვლება წრიულის მიმდებარე ტერიტორია და მაგით გვეუბნება გამოსვლაზე წრიულ მოძრაობას პირდაპირ. შედარებით რთულად საქმელი არის ეგ. არა სირთულე ისეთი იდეაში არ აქვს არაფერი. მალე წრიული მოძრაობა პირდაპირ, ყველა წრიულზე გვიწევდა ხოლმე ჯერ ოდნავ მარჯვნივ გადაწევა, თან მარჯვნივ ვიხედებით, რომ რამე არ მოდიოდეს, აქ დახაზული არ გვაქვს. წრეს გავწდებით თუ არა, ნელ-ნელა მარცხნივ გადავიწევით, თან მარცხენა მხარესაც გავიხედებით, რომ ვინმე არ ჩაგვიჭრას ხოლმე შემთხვევით. აი ამ შუქნიშანზე იყავით ხოლმე ძალიან ყურადღებით. ბევრი იძახს, რომ ამ ადგილას ხედულობა არ არის შუქნიშანზე, იმიტომ რომ ზოლებზე გადააქვს ხოლმე მეტი ყურადღება. ზოლებს მოუყურებენ, ეს შუქნიშანი უკვე გამორჩებათ ხოლმე, ამიტომ იყავით ხოლმე ძალიან ყურადღებით, რომ შემთხვევით ეგ შუქნიშანი არ გამოგეპაროთ, მით უმეტეს როცა პირველი მანქანა იქნებით თქვენ. ეხლა ჩვენ წინ მანქანები იყვნენ, შედარებით მარტივად აღსაქმელი იქნებოდა ეს სიტუაცია, მაგრამ როცა პირველი მანქანა თქვენ ხართ, ყოველთვის აკონტროლეთ ხოლმე ეს შუქნიშანი. ვიყავით შუა ზოლში და გავაგრძელებთ ისევ ჩვეულებრივად შუა ზოლიდან მოძრაობას. პირველი, მეორე და მესამე მარშრუტი გამოდის მარტო აქ არის. დაველოდებით, რომ ჩადგეს ეს მანქანა ჩვენ ზოლში და შემდეგ ისევ გავაგრძელებთ ჩვენ გზას. აი ამ შუქნიშანზე ახლა სადაც მივდივართ, გვაქვს უკვე ორის დეკხაზე. ამ დეკხაზების პრინციპი არის, რომ პირველ ხაზზე თუ ვასწრებთ გასვლას, როცა არის თქვა 4-5 წამი დარჩენილი და მეორეზე ვერ გადავდივართ, მაგ შემთხვევაში მეორესთან ჩერდებით ხოლმე. თუ ორივეზე ვასწრებთ გასვლას, ორივეზე გადავალთ ჩვეულებრივად, თუ ერთ-ერთზე ვერ ასწრებთ გასვლას, პირველივეს დეკხაზთან აჩერებთ ხოლმე მანქანას. ერთნაირად მუშაობს ეს შუქნიშანი, უბრალოდ უკეთესია წამზომიანს უყუროთ ხოლმე. ერთი ხაზი გადავკვეთეთ, მეორეზეც ბევრი დრო გვაქვს დარჩენილი, ამიტომ აქაც ვაგრძელებთ ჩვეულებრივად ჩვენს მოძრაობას. 300 მეტრში წრიული მოძრაობა პირდაპირ და შემდეგ მარჯვნივ, შეიძლება დაგვიძახოს ხოლმე წრიული მოძრაობა პირდაპირ. რამე ნიშნებაც არ უნდა დაგვიძახოს, ვაკეთებთ ყოველთვის ერთი და იგივე მოძრაობას, ანუ ყველა ვარიანტში ქალაქიდან უნდა გავიდეთ ხოლმე ავტობანისკენ გასასვლელ გზაზე მივდივართ ახლა ჩვენ. პირველი, მეორე და მესამე მარშრუტი, ანუ ეგ 3 გზა გამოდის მხოლოდ ამ ადგილას დაიმახსოვრეთ ეს მონაკვეთები, იყავით ახლა ძალიან ყურადღებით აქ. ისევ შემაღლებული გადასასვლელი გვაქვს, ისევ ვანელებთ, ვიხედებით ორივე მხარეს, მოდიან, ამიტომ ვაჩერებთ ველოდებით. სანამ არ დავწმუნდებით, რომ ორივე ზოლი თავისუფალია, იქამდე არ ვაკეთებთ ხოლმე ჩვენს მოძრაობას. როცა ზებრა გამოყოფილი არის კონსტრუქციით, ანუ შუაში რკინის მოაჯირები ან ბარდიული რამე თუ არის, იქით ბოლოდან წამოსვლელი ჩვენ არ გვაინტერესებს. თუ ჩვენ გამყოფ შუასთან ახლოს არის, ვაჩერებთ ველოდებით ხოლმე. ეხლა მარჯვენა მხარეს ეს მარშრუტი ჩვენ ხედულობას გვიფარავს. ველოდებით რომ დაიძრას. ეს ხალხი არ აპირებს გადმოსვლას, იტყვის რომ არ გადმოდის, ვაგრძელებთ მოძრაობას. 2-3 წამი თავარია, თქვენ გაჩერდეთ და აიღოდოთ ხოლმე. მალე წრიული მოძრაობა პირდაპირ და შემდეგ მარჯვნივ, ვართ შუა ზოლში, ვაგრძელებთ ისევ ჩვეულებრივად შუა ზოლიდან მოძრაობას. ჯერ ოდნავ მარჯვნივ გიწევს ხოლმე საჭის გადაწევა, შემდეგ ოდნავ მარცხნივ. ამ ადგილას არის ცუდად გადასასვლელი რკინები, ნელ-ნელა ვანელებთ მანქანას. წინა საბურავებით გადავალთ თუ არა რკინებზე, ვაკეთებთ ხარზე გახედვას მარჯვნივ, ვიხედებით სარკეში და გადმოვდივართ ნელ-ნელა მარჯვენა ზოლში. სამზოლიან გზაზე ვიყავით შუაში, შემოვედით ორზოლიან გზაზე, მაგით ვაგრძელებთ პირდაპირ მარჯვნივ მოძრაობას. ციმციმი ჩართო, მაგით ვაგჭირდება, რომ შუა ზოლი პირდაპირ მარჯვნივ გაგრძელების უფლებას გვაძლევს.
ამ გზაზე გვაქვს მხოლოდ 60 შეზღუდვა. ამ მონაკვეთში რო გამოდივართ, კომპიუტერი გვაძლევს მინიშნებას, რომ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრავე პირდაპირ. მეტი მინიშნება აღარ იქნება არაფერი. ცხენების ძეგლს როგორც კი დავინახავთ მარცხენა მხარეს, უკვე ვიწყებთ ჩვენ ფიქს იმაზე, რომ გადავიდეთ მარცხენა ზოლში. ვიხედებით სარკეში, ვიხედებით ხარზეც, მანქანა მოდის, ამიტომ ველოდებით. თავისუფალი აგზა ჩავართავთ სიმციმას და გადავიწევით ისო მარცხენა ზოლში. როგორც კი ჩავდგებით კარგად ზოლში, ეგრევე გავთიშავთ ხოლმე სიმციმას. მარცხნივ გადმოვდივართ, იმიტომ რომ ამჩქარებელი გვა გასაკეთებელი უნდა შეუერთდეთ ხოლმე ავტობანს. ავტობანს შეერთება მარცხენა ზოლიდან უფრო ადვილი არის. ამ წითელი ნიშნულების შემდეგ იწყება უკვე ამჩქარებელი ზოლი. წითელ ფიშკებს როგორც კი გავწდებით, ჩავართავთ ისო მარცხენა სიმციმას. ვაკეთებთ ხარზე გახედვას, ვიხედებით სარკეშიც და აი ამ უწყვეტი ხაზის მერე უკვე ვიწყებთ ჩვენ ფიქს იმაზე, რომ შეუერთდეთ ავტობანს. ხიდის ქვევიდან უკეთესია რომ შეიცვალოთ ხოლმე ზოლი. ჩავდეგით, ეს არის ჩვენი პირველი შანსი, ანუ იმ უწყვეტი ხაზიდან ეხლა შეგვხდება ისე უწყვეტი ხაზი, აი ამ ხაზამდე გაქვს პირველი შანსი რომ შემოვიდეთ აქეთ ზოლში. შემდეგ გვაქვს ისე უწყვეტი ხაზი და მე უკვე მოკლე წყვეტილი ხაზი, სადაც არის ლურჯი ნიშანი. აი ამ ლურჯ ნიშანთან ყველა ვარიანტში უნდა ვიყოთ ხოლმე ამ ზოლში შემოსვლა. ეს ნიშანი არის ჩვენი ბოლო შანსი. აქ თუ ვერ შევიცვალეთ ზოლი და ამ მონაკვეთში ისე მარჯვენა მხარეს ვიყავით დარჩენილი, იძულებული იქნება გამოსდები, რომ მოძრაობა აღარ გაგვგრძელებულა და ჩავჭრას. ავტობანზე ვართ ეხლა ჩვენ უკვე ავტობანზე შეზღუდვა არის 90. ეცადეთ იმოძრავოთ ხოლმე დაახლოებით 75-დან 85-მდე. მარცხენა ზოლს ვიყენებ მხოლოდ გაწრების შემთხვევაში, ანუ თუ შეგვაფერხებს ხოლმე ჩვენ წინ მიმავალი მანქანა, ჩავართავთ სიმციმას, აუვლით გვერდს გავაწრებთ და როგორც კი გავაწრებთ, ისევ ჩავართავთ სიმციმას და ისევ გადმოვთ ხოლმე მარჯვენა ზოლში, ანუ რო გავასწროთ და მარცხნივ გავაგრძელოთ მოძრაობა, მაგის უფლება არ გვაქვს. 500 მეტრში მოუხვიეთ მარჯვნივ, ჯერჯერობით არ ვაკეთებთ არაფერს, მივუყვებით ჩვეულებრივად გზას. 300 მეტრში მოუხვიეთ მარჯვნივ, უკვე უნდა დავიმახსოვროთ ჩვენ ეს ხიდი. ამ ხიდთან ყველა გზა გადადის მარჯვენა მხარეს. მალე მოხვა შეიძლება გითხრას კომპიუტერმა, შეიძლება არ გითხრას ხოლმე. ამიტომ ჩვენ უნდა განსაზღვროთ ყველაფერი. ხიდის დაბლა ყოველთვის ეცადეთ, რომ დაახლოებით 70-მდე ქონდეს ხოლმე სიჩქარე შეზღუდული. ეხლა მივდივართ დაახლოებით 70-მდე. აი ამ ლურჯ ნიშანთან როგორც კი მოვა, დგას გავუშვებთ ფეხს, ჩავთავთ მარჯვენა სიმციმას, წითელი ნიშნულების ბოლოს ვაკეთებთ ხარზე გახედვას მარჯვნივ, ვიხედებით სარკეში და გადმოვდივართ მარჯვენა ზოლში. როგორც კი 4-ვე საბურავით შემოვათ მარჯვნივ, მერე უკვე გავთიშავთ სიმციმას და მანქანასაც ვანელებთ. ანუ რო შევანელოთ და შემდეგ შემოვიდეთ, მაგის უფლება არ გვაქვს. ჯერ გადმოვდივართ მარჯვენა მხარეს 4-ვე საბურავით და მერე ვადგავთ ხოლმე უკვე მუხრუს ფეხს. აქ გვაქვს 50 შეზღუდვა. უკეთესია იმოძრავოთ ხოლმე დაახლოებით 30-35-მდით, რომ შემთხვევით ეს ხაზები არ გადაგეკვეთოთ. მრავალი მარშრუტი ამოდის ამ ადგილას, ანუ ყველა საგამოსდო მონაკვეთი ამოდის აქ. გააკეთეთ ხოლმე სურჟვიანის პრინციპები, ანუ დავატრიალოთ ხოლმე საჭა ოდნავ გავასწოროთ, ისევ დავატრიალოთ, ისევ გავასწოროთ, რომ შემთხვევით ზოლებს არ გადავწდეთ. აქ უკვე მინიშნებას გვაძლევს, რომ გააგრძელე მოძრაობა მარჯვნივ. ვრთავთ მარცხენა სიმციმას და სტოპ ნიშანი გვაქვს. სტოპი სადაც არის მანქანას 3-4 წამი ყველა ვარიანტში უნდა გავაჭიროთ ხოლმე. რასაც გვია ვაშიშებთ მანქანას, ჩამოყავს სიჩქარე 0-მდე, ვიხედებით ხარზე მარცხნივ, რო დავწუნდებით, რომ მარცხენა ზოლიდან არ მოდის არავინ, შემდეგ ვაგრძელებთ ხოლმე უკვე მოძრაობას. აქ გაჩერება რამდენი ხანიც არ უნდა მოგვიწიოს, ვაჩერებთ ველოდებით. და სტოპზე ყველა ვარიანტში პირველი მანქანა უნდა ვიყოთ ხოლმე ჩვენ, ანუ ჩვენ წინ რომ მანქანა იყოს და იმას უკან გავუჩერდეთ. გაჩერებაში ჩვენ არ ჩაგვეთვლება. აღარ მოდის არავინ, ვაგრძელებთ ჩვეულებრივად მოძრაობას. როგორც კი ჩავდგებით კარგად ზოლში, გავთიშავთ სიმციმას და ნელ-ნელა დავიწყებთ შემდეგ უკვე სიჩქარის მომატებას. ამ გზაზე გვაქვს 70 შეზღუდვა. აი ამ ხიდის მონაკვეთამდე იქიდან წამოსვლელი მანქანა ჩვენ ვერ უნდა დაგვეციოს ხოლმე. ანუ ყველა ვარიანტში იმათი მოძრაობა ჩვენი გამოსვლის დროს არ უნდა შეფერხდეს. დაახლოებით 60-მდე ავიყვანთ სიჩქარეს, შემდეგ უკვე გასცაც გავუშვებთ ფეხს, ტორმუსაც გავუშვებთ ფეხს და ნელ-ნელა ჩაგორდება ხოლმე აქედან მანქანა თავისით. შემოვდივართ უკვე 50-იან ზონაში. როგორც კი ამ ნიშანს დავინახავთ, ვიწყებთ უკვე ნელ-ნელა ისევ შენელებას. 50-ს ჩამოვაცეთ თუ არა სიჩქარეს, ეგრევე გავუშვებთ ხოლმე ისევ მუხრუს ფეხს და გააგრძელებს მანქანა ისევ თავისით აქედან ჩაგორებას. აქ უკვე კომპიუტერი გვაძლევს მინიშნებას, რომ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრავოთ პირდაპირ. შეიძლება საერთოდ არაფერი არ დაგვიძახოს. მაგრამ ამ ჩქარებელი გასაკეთებელი ავტობანს უნდა შეუერთდეთ ახლა ჩვენ. აი ამ ლურჯ ნიშნულებთან ეგ 50-იანი შეზღუდვა უკვე გვიუგდება. ვრთავთ მარცხენა სიმციმად, როგორც კი საჭეს გავასწორებთ და მანქანა სწორად იქნება, ვაკეთებთ ხარზე გახედვას მარცხნივ, ვიხედებით სარკეში. ეს არის უკვე ამჩქარებელი ზოლი. აქ უნდა ეცადოთ, რომ სიჩქარე კარგად აკრიფოთ ხოლმე. თან განსაზღვროთ ხოლმე მარცხენა ზოლიდან წამოსვლელი მანქანები.
ამ ხაზის გამოყენების უფლება გვაქვს ბოლომდე. თუ ძალიან გამოუვალი სიტუაცია გვექნება, ამ ჩქარებელში გაჩერებაც რომ მოგვიწევს, უაჩერებთ ველოდებით ხოლმე ჩვეულებრივად. გადმოვიდეთ ავტობანზე და ვთიშავთ უკვე ზოლს. აქაც იგივენაირად 90 გვაქვს შეზღუდვა. დასახლებული სადაც არის გვაქვს 50, დაუსახლებელ მონაკვეთზე გვაქვს 70 შეზღუდვა და ავტობანზე გვაქვს ხოლმე მარტო 90-იანი ზონები. 300 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ დაგვიძახებს ამ მინიშნებას საკომპიუტერი. ჯერჯერობით არ ვაკეთებთ არაფერს. შეგხვდება წყვეტილი ხაზი. ამ წყვეტილ ხაზი მარჯვნივ არ გადავდივარ, შემდეგ გვაქვს უწყვეტი და უწყვეტი ზოლის შემდეგ ვიწყებთ უკვე ფიქს იმაზე, რომ გადავიდეთ ხოლმე მარჯვენა მხარეს ჩვენ. მალე მოუხვიე მარჯვნივ, ვიხედებით სარკეში, ვიხედებით ხარზეც, ვთავთ სიმციმას და ამ ტრაფარეტების ქვემოდან უკვე ვცდილობთ, რომ შემოვიდეთ ხოლმე მარჯვენა ზოლში. ერთით შევიცვლით ზოლს და აქედან უკვე ვაგრძელებთ მოძრაობას. ეს გზა არის უკვე 70-იანი შეზღუდვით. აი ამ წითელ ფიშკებს, წითელ ნიშნულებს როგორც კი გავწდებით, უკვე ვიწყებთ ფიქს იმაზე, რომ გადავიდეთ ხოლმე მარჯვენა ზოლში. ვიხედებით სარკეში, ვიხედებით ხარზეც, ვთავთ სიმციმას და გადმოვდივართ მარჯვენა ზოლში. ანუ ერთდროულად ორი ზოლის შეცვლის უფლება არ გვაქვს ჩვენ. ჯერ შევიცვლით ერთ ზოლს, დავფარავთ ცოტა მანძი, შემდეგ კიდევ შევიცვლით ხოლმე მეორჯერ ზოლს. თუ მარჯვენა ზოლი გადატვირთული იქნება, დავრჩებით მარცხნივ და მარცხნიდან გავაგრძელებთ ხოლმე ჩვეულებრივად მოძრაობას. მარცხნივ მოძრაობის უფლებაც ჩვეულებრივად გაქვთ, თავარია რომ უკან მომავალი მანქანის მოძრაობა ძალიან არ შეაფერხოთ ხოლმე. აქ გვაქვს 70 და ამ მონაკვეთში შემოდის მხოლოდ პირველი და მეორე მარშრუტი. დანარჩენი 6 მარშრუტი ავტობანიდან პირდაპირ სააგენტოში ადის ყველა. მარტო ეს პირველი მეორე მარშრუტი შემოდის ამ ადგილას. აქ როგორც კი შემოვлад კომპიუტერი გვაძლევს მინიშნებას, რომ გთხოვთ 300 მეტრში წრიულ მოძრაობაზე იმოძრაოთ მარცხნივ და ისევ მარცხნივ. ესე იგი ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი უკვე იმაზე, რომ გადავიდეთ მარცხენა ზოლში. ვიხედებით სარკეში, ვხედავთ მანქანები მოდიან ამიტომ ველოდებით. გაივლიან ეს მანქანები, ვიხედებით ხარზეც, ვთავთ სიმციმას და გადავდივართ მარცხენა ზოლში. შემოვდივართ ამ უკიდურეს ხაზთან, უწყვეტ ხაზთან ახლოს შედარებით, რომ შემთხვევით დაუხაზავი მონაკვეთი რო იყოს, თქვენი წარმოსახვით ხაზები გააკეთეთ ხოლმე მას ადგილებში ყოველთვის. ამ ადგილას ეს ზოლები ყოველთვის ემჩნევა ხოლმე და ამ მარცხენა ხაზთან უწყვეტ ზოლთან ახლოს იყავით ხოლმე ნებისმიერ სიტუაციაში. ნელ-ნელა ვანელებთ მანქანას, ისევ ცუდად გადასასვლელი რკინებია, როგორც ჩამოსვლის დროს, ისე ასვლის დროს ვანელებთ და გადაყავს მანქანა ძალიან რბილად. მალე წრიული მოძრაობა მარცხნივ და ისევ მარცხნივ, თავარ გზაზე ჯერჯერობით ჩვენ ვართ, ანუ არავის არ უთმობთ. ვიხედებით მარჯვნივაც რომ მაინც ვინმე არ გამოვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ თავარ გზაზე ვართ და შევდივართ ისე უკიდურეს მარცხენა ზოლში. ამ მონაკვეთში გვაქვს უკვე დათმობა. ვიხედებით მარჯვნივ, თუ ჩვენ ზოლში მოდის ვინმე ველოდებით, თუ ჩვენ ზოლში არ მოდის არავინ, ვაგრძელებთ ხოლმე მოძრაობას. როგორც კი გავაკეთებ მოხვას, კომპიუტერის მინიშნება არის შემდეგი, რომ მოძრაობა ესტაკადაზე. უკვე ვიწყებთ ჩვენ ფიქს იმაზე, რომ ავდივართ უკვე ხიდზე, ანუ საიდანაც ჩამოვიდით. ისე ვანელებთ ამ მონაკვეთში მანქანას. გადაყავს ძალიან რბილად, გადაგორდეს ნელ-ნელა და ეხლა ვიწყებთ ისევ ნელ-ნელა მომატებას. ამ გზაზე გვაქვს 50 შეზღუდვა, ერთზოლიანი გზა არის. პლუს ქალაქიდან რო გამოვიდით, მაგით გვაქვს 50-იანი ზონა. მოპირდაპირ მხარეს საიდანაც ჩამოვიდით, იქიდან არის 70. მარჯვნივ როცა ავტობანისკენ გავდიოდით, ანუ ამ ჩქარებელი სადაც ქონდა გასაკეთებელი, იქ არის 60, ანუ 70, 50 ეს მონაკვეთი და 60 უკვე მარჯვენა მხარის გზა. იმოძრავეთ ხოლმე ამ უწყვეტ ხაზებს შორის. ისრები რო არ დახაზული, ყოველთვის ეცადეთ რომ მოიქციოთ ხოლმე მანქანის შუაში. რო არ ძალიან მარჯვნივ მოგიწიოთ მოძრაობა და არ ძეთ მეტად მარცხნივ. ჩავდივართ ისევ დაღმართზე, ამიტომ ვიწყებთ შენელებას. დაღმართი სადაც არის, მას ადგილებში შედარებით მეტად სწრაფად იკრიფება ხოლმე სიჩქარე, ამიტომ ძალიან ყურადღებით იყავით ხოლმე, რომ სიჩქარე არ გადაგიცდეთ. ერთითაც რო გადაგვისცეს სიჩქარე, ეგრევე გვეწერება მსუბუქ შეცდომა. თუ 100 მეტრზე დიდი ხანი გავაგზავნებთ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას, შემდეგ უკვე ჩაჭრა არის ხოლმე. შემოვდივართ ისევ უწყვეტ ხაზებს შორის. აქაც გვჭირდება რვიანის პრინციპები, ანუ დავატრიალებთ საჭეს, ოდნავ გავასწორებთ, ისევ დავატრიალებთ, ისევ გავასწორებთ. ხოლმე თეთრ გარე ხაზთან ყოველთვის ეცადეთ, რომ იყოთ ხოლმე ახლოს, რომ შემთხვევით ზოლებს არ გადაცდეთ. 300 მეტრში მოუხვიე მარჯვენის გვეძახის აქ კომპიუტერი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ისევ ამჩქარებელი გასაკეთებელი, როგორც პირველ მარშრუტში და უნდა შევუერთდეთ ისევ ავტობანს. ვთავთ მარცხენა სიმციმას, ვიხედებით სარკეში, ვიხედებით ხარზეც, ვხედავთ რომ მანქანა მოდის, ამიტომ ნელ-ნელა ვაგრძელებთ ჯერ მოძრაობას. გაივლის ეს მანქანა მარცხენა ზოლიდან ახე, ნელ-ნელა ვაჩქარებთ უკვე და უკვე აჩქარებულ ტემპით გადმოვდივართ მარცხენა ზოლში. აქ არის უწყვეტი ხაზი, მაგიტომაც შემოვდივართ მარცხენა მხარეს, რომ აქ გადაყვეთის უფლება წესით და რიგით არავის არ აქვს. მალე მოუხვიე მარჯვნივ, ვიხედებით სარკეში, ვიხედებით ხარზეც, ვთავთ სიმციმას და ლურჯ ტრაფარეტებთან უკვე ვიწყებთ ფიქს იმაზე, რომ გადმოვიდეთ ხოლმე მარჯვენა ზოლში. გადმოვართ მარჯვნივ და მე უკვე ვანელებთ ხოლმე მანქანასაც.
აქ გვაქვს 50 დაშვება და მოსახვევში ვცდილობთ რომ შევიდეთ ხოლმე დაახლოებით 30 სიჩქარით. შემოვდივართ აი ამ უწყვეტ ხაზებს შორის. ვაკეთებ მოხვას და უკეთესია რომ პირდაპირ მარჯვენა ზოლიდან გააგრძელოთ ხოლმე მოძრაობა. როგორც ჩამოსვლის დროს იგივე პრინციპი არის ასვლის დროსაც, ანუ ამ გზაზეც გვაქვს 50 შეზღუდვა და რახან განიერი გზა არის, აქაც მანქანები მოძრაობენ ხოლმე ორ ზოლად. თუ მარჯვნივ გვექნება დაბრკოლებები, ვიმოძრავებთ მარცხენა ხაზთან, ანუ წყვეტი ხაზთან ახლოს, თუ მარჯვნივ გვექნება თავისუფალი, უკეთესია გავაგრძელოთ ხოლმე მარჯვენა ზოლიდან მოძრაობა. 300 მეტრში წრიული მოძრაობა მარცხნივ. ესე იგი ვიწყებთ ფიქს იმაზე რომ გადავიდეთ მარცხნივ, ვიხედებით ცარკეში, ვიხედებით ხარზეც, ვრთავთ ციმციმას, ოდნავ აჩქარებთ მანქანას და გადავდივართ მარცხენა ზოლში. ნებისმიერი ზოლის შეცვლის დროს მანქანა აჩქარეთ ხოლმე აუცილებლად, რომ ის ზოლის კვეთის პერიოდი იყოს ხოლმე შედარებით სწრაფი. თქვა და ვიღაც მოდიოდეს ის მანქანა ჩვენ ვერ დაგვიწიოს, რომ ჩვენი ზოლის შეცვლის გამო სხვა მანქანის მოძრაობა ჩვენ არ შევაფრთხოთ. თუ მარცხენა ზოლში ვიქნებოდით თავიდანვე, გავაგრძელებდით თავიდან ბოლომდე მარცხნივ მოძრაობას, ანუ არც ზოლის შეცვლა დაგჭირდებოდა არაფერი. რახან ორზოლიანი გზა არის, უკეთესია ჯერ მარჯვენა ზოლში გავაგრძელოთ ხოლმე მოძრაობა და კომპიუტერის მინიშნების შემდეგ გადმოვიდეთ ხოლმე უკვე მარცხნივ. მალე წრიული მოძრაობა მარცხნივ, ვრთავთ ციმციმას პირველზე გამოსვლას, ანუ აი აქედან ვინც გამოდის, ამას ჩვენ არ უთმობთ. ვაგრძელებთ მოძრაობას, ვიხედებით ხარზე მარცხნივ, წრიდან თუ ვინმე ჩამოდის, იმას ვაჩერებთ, ველოდებით ხოლმე. არ მოდის არავინ, ვაგრძელებთ მოძრაობას. შევდივართ ცოტა შორიდან, ანუ მარჯვენა მხარეს ბარდიულთან. ახლოს შევდივართ, როგორც კი გავსწორდებით, აქ ვრთავთ მარჯვენა ციმციმას, ვიხედებით. მარჯვენა წამოსვლებს ჩვენზე დათმობა აქვს, მაგრამ მაინც ყურადღებით უნდა ვიყოთ ხოლმე, რომ შემთხვევით ვიღაცა არ ჩაგვიწას. მოვდივართ და ამ ადგილას ვასრულებთ ხოლმე მოძრაობას. ეს იყო მეორე მარშრუტის სრული მონაკვეთი.